მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ დაგვთანხმდით ამ ინტერვიუს ჩაწერისთვის და მაინტერესებს თქვენი აზრით, რა დიდი მნიშვნელობა ინიჭება სამოქალაქო განათლებას ნებისმიერი ახალგაზრდა მოსწავლისა თუ აბიტურიენტის გასააქტიურებლად. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება რა თქმა უნდა სამოქალაქო განათლებას, მოქალაქეთა ჩართულობას, აბსოლუტურად ყველაფერში, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, თქვა თვითმმართველობისათვის, ადგილზე სკოლისათვის, ადამიანები რაც უფრო მეტად იქნებიან ჩართული ყველა პროცესში, მე მგონი უკეთესი იქნება ჩვენი ცხოვრება მომავალში და თითოეული მათგანის. და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ იმისათვის, რომ ესეთ დიდ ყურადღებას აქცევთ ამ სკოლა პანსიონს, ჩვენ მე გახლავთ კულტურის სამსახურის უფროსი ხარაგაულის და ჩვენ გვაქვს თოჯინების თეატრი, ჩვენ გვაქვს საბავშვო თეატრი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მეგობრობთ აი ამ სკოლა პანსიონთან, მოვდივართ აქ ვაჩვენებთ ბავშვებს თოჯინების თეატრს, ჩვენთან ვეპატიჟებით თეატრზე და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ძალიან სასიამოვნო არის ესეთი. ძალიან დიდი მადლობა. ზუსტად ეს კითხვა მინდოდა დამის რა გაკავშირებათ აი ამ ინსტიტუციასთან. ბავშვებმა უკვე აღნიშნეს რამოდენიმე პროექტი, რაც თქვენთან ერთად იყო განხორციელებული, მადლიერებიც იყვნენ და აი რას უსურვებთ მათ, აი უკვე როგორც სამოქალაქო განათლების კლუბის ერთ-ერთ წევრებს. მათ უსურვებთ ძალიან ბედნიერ და კარგ ცხოვრებას, თავიანთი თავის რეალიზებას და მე მგონი აი ჩვენც რაღაცნაირად მინდა რომ წილი შევიტანოთ, თქვათ დავდგათ სპექტაკლი, რომელშიც ისინიც მიიღებენ მონაწილეობას და აი ამ მხრივ მათი შემოქმედებითი ნიჭი იქნება რეალიზებული და მე მგონი საინტერესო იქნება ჩვენი ასეთი ურთიერთობა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი ინიციატივაა. ჩვენც დაგეხმარებით აუცილებლად მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან ვართ, მანძილი რა თქმა უნდა არაფერს შუაში არ არის და ჩვენ პრობლემას არ შეგვიქმნის. ძალიან დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის.